სრულიად სასკოლო საზოგადოების სახელით, იმიტომ რომ თუ არა თქვენი თანადგომა დღეს ბოლნიში 2023-2024 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიალი მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა 48 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა. თითოეულ მათგანს მიულოცა დაუღალავი შრომის შედეგად მიღებული ჯილდო და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა. მე მინდა წარმატებები უსურვო თითოეულ ახალგაზრდას, რადგან ეს მათი შრომის და ღვაწლის დაფასება არის იმ 12 წლის განმავლობაში, რაც მათ გაატარეს სკოლის კედლებში, დაიმსახურეს ჯილდო ღირსეულად და მინდა ასევე ღირსეულად გააგრძელონ თავიანთი ცხოვრების გზა და კიდევ ბევრი წარმატება აღენიშნოთ. მე მინდა მიულოცო თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ, თითოეულ მშობელს, სკოლას, რადგან ყველა რგოლის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი არის, რომ გვყავს ამდენი ახალგაზრდა წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად мотиваცია მიეცეს ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებს და სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი მე-12 კლასელებს მიეცეს დაფასდეს მათი შრომა, განათლება, სწავლა. და რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასე ფასდება ზუსტად მათი მედლების გადაცემა და საზეიმო ვითარებაში ხდება ეს ყველაფერი. გვიმედოვნებ, რომ რამეში გამომადგება ეს ვერცხლის მედალი და სავარაუდოდ მასეც იქნება. გააჩნია ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს და ბევრი ბენეფიტი შეიძლება მოგცეს ვერცხლის ზოგადად მედალმა უბრალოდ და კარგ მეკულებმა. ამ მომენტში ზუსტად არ ვიცი რას მომიტა სიმართლე რო ვთქვა და გულწრფელი რო ვიყო, ამიტომ ყოველს ვერ ვიტყვი. ერთადერთი როგორც მკითხეთ, შემდეგ თაობას შემიძლია ვუსურვო მხოლოდ ის და ვურჩიო ის, რომ თქვენი გული რასაც კარნახობთ, გულის სიღრმეში რაც მიგაჩნიათ სწორი, ის გააკეთეთ და უმოქმედოდ არ იყოთ და დანარჩენს თავად გადაწყვეტთ.